New Hospital დღესდღეობით ინტერვენციული კარდიოლოგიაში გულის სტრუქტურული დაავადების მკურნალობის კუთხით წარმოადგენს ლიდერს ქვეყანაში. ჩვენ შევძლებთ დაგვენერგა ინტერვენციული კარდიოლოგიაში არსებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებები. მინდა ვთქვა, რომ სრულად ვახორციელებთ პაციენტების მკურნალობას ყველა სარქლოვანი პათოლოგიების კუთხით, როგორიცაა აორტის სტენოზი, როგორიცაა მიტრალის ნაკლოვანება, ასევე სტრუქტურული კომპლექსური ჩარევები. ასევე სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ამიერკავკასიაში ჩვენ დავნერგეთ მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც ეგრეთ წოდებული მიტრაკლიპის სახელითაა ცნობილი, რომელიც მსოფლიოში და ევროპაში უკვე 20 წელია რაც გამოიყენება. მაღალტექნოლოგიური პროცედურაა და მოითხოვს კარდიოლოგიურ გუნდის კარგ მომზადებას, პაციენტის სკრუპულოზურ შერჩევას, იმისთვის რომ მიღწეული იქნას კარგი ეფექტი პაციენტისთვის. პაციენტმა მიმართა კლინიკას ამბულატორიული კონსულტაციის მიზნით უჩიოდა ადვილად დაღლას, ქოშინს, სუნთქვის გაზნელებას, ფიზიკური დატვირთვის დროს, ქვემოკიდურების შეშვებას, გულისცემის აჩქარებას. ჩატარდა ეხოკარდიოსკოპია, გამოვლინდა მკვეთრი მიტრალური ნაკლოვანების არსებობა, რის გამოც პაციენტი კონსულტირებული იქნა კარდიოქირურგის მიერ. შეფასდა პაციენტის ზოგადი კლინიკური მონაცემები და ზოგადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ პაციენტი მიეკუთვნება მაღალი კარდიოქირურგიული რისკის ჯგუფს. დაწყებული იქნა შესაბამისი მედიკამენტური თერაპია, რის შემდგომაც დინამიკაში შეფასდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. მიუხედავად ოპტიმალური კარდიოლოგიური გულისუკმარისობის თერაპიისა, პაციენტთან ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა საყურადღებო, გულისუკმარისობის ჩივილები რჩებოდა, რის ფონზეც გადაწყდა მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი მუშაობის საფუძველზე პაციენტისთვის შეგვეთავაზებინა მიტრალ კლიპი. ოთახიდან ოთახში ვერ დავდიოდი. მიჭირდა, ვიღლებოდი, რომ მინდოდა რომ დამეგავა ან რამე, არა ვისვენებდი ხოლმე ერთი ოთახის გამოგვისწროსაც კი. მე ორი შვილი დავკარგე და ვინც კი გაიგო რომ მე ესეთი მდგომარეობა გვყავდა, არავის არც გაიკვირებია და არც უკვირდა. და არც მე არ ვაპირებდი რომ ექიმებთან ვიარო მეთქი, აი ვის შემდეგ რომ ორი შვილი მიწას მივაბარე, რაში მჭირდებოდა ჩემი თავი, მაგრამ ჩემ მესამე შვილს რომ უყურებდი რომ ესე ნერვიულობდა და ძალიან ცუდად იყო, ამ ხრივ განიცდიდა. მე ვთქვი, ეს მაინც კარგად ვყავდეს და ამისგან მაინც გავიხარო მეთქი და წამოვედი და გამოვყე რა სამკურნალოდ და კარგი ვქენი რომ წამოვედი. ასეთ მაღალტექნოლოგიურ პროცედურებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის შერჩევას, მისი ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებას, რომ მიღწეული ეფექტი იყოს მყარი და ხანგრძლივ პერსპექტივაში პაციენტი იყოს ჯანმრთელი და ნაკლებად მიმართოს ექიმს. მსგავსი პაციენტები წარმოადგენენ კარდიოქირურგიული ჩარევის მაღალ რისკს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მიტრალური სარქლის ნაკლოვანებების ოქროს სტანდარტი მკურნალობის არის ქირურგიული ჩარევა, თუ რამე მიზეზის გამო პაციენტი ვერ იკეთებს ამ ოპერაციას, ძირითადად გამომდინარე იქიდან, რომ ქირურგიული ჩარევა არის ძალიან მაღალი რისკი პაციენტის სიცოცხლისთვის და ასეთი პაციენტები ადრე თუ ფაქტობრივად განწირული იყვნენ მედიკამენტური თერაპიისთვის და იმართებოდნენ მხოლოდ მედიკამენტებით, ამ თანამედროვე მეთოდებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გაჭრის გარეშე ერთი ჩხლეტით პაციენტს გავუკეთოთ იგივენაირი ჩარევა, რაც ქირურგიული ჩარევა, მივიღოთ იგივე ეფექტი, რაც ქირურგიული ჩარევის შემდეგ ხდება და მინდა გითხრათ, რომ ბოლო კვლევებით აი ესეთი ჩარევები ხანგრძლივ პერსპექტივაში უზრუნველყოფენ პაციენტის ფაქტიურად გამოჯანმრთელებას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა ყოველგვარი გართულებების გარეშე. პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობა იყო აბსოლუტურად სტაბილური, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლების სწრაფად სტაბილიზდა, გაუმჯობესდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, დაწყებული იქნა მისი აქტივაცია, ზოგადი ლაბორატორიული მონაცემების, ეხოსკოპიური მონაცემების და კლინიკური მონაცემების სტაბილიზაციის საფუძველზე მესამე პოსტოპერაციული დღეს გაეწერა ბინაზე. ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ პირველად აკეთებოდა საქართველოში ეს ოპერაცია და ვფიქრობდი რომ აი მე და მეთქი როგორ ჩაივიდეს, რანაირად იქნება, მაგრამ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რაც კიდე მომხდარიყო უკვე და თვითონ ექიმმა მითხრა ნურაფრის ხო გჯერა ჩემიო, ნურაფრის გეშინიაო და მე ჯეროდა ყველა ექიმისა და არაფერი შიში აღარ მქონდა. დიდ მადლობას ვუხდი ჩემ ექიმებს, ყველას მადლობელი ვარ. უმტკივნეულოდ ჩამიდარ ეს ოპერაცია და არც იმის მერი არაფერი აღარ მაწუხებს. მადლობელი ვარ ყველას. ვინც ჩემზე ენერგია დახარჯა. ყველა ექიმისა. დიდი მადლობა.